მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და ახლა ხელში მიჭირავს ლერწმისგან დამზადებული უენო სალამურის მსგავსად ბოლოში ჩასაბერი ოსური საკრავი, რომელსაც ეძახიან უადინს. უადინს გააჩნია სამი თვალი, რაც დამახასიათებელია ჩრდილო კავკასიაში გავრცელებულ საკრავებისათვის. მაგალითისთვის, ახლა ხელში მიჭირავს ყამილი, რომელიც ჩრდილო კავკასიაშია გავრცელებული, მისი სიგრძე არის 9 ხელის დადება, ამასაც სამი თვალი გააჩნია, მაგრამ შედარებით სხვა პროპორციები აქვს. 3 თითის დადება, ქვედა ნაწილი, 4 თითის დადება, 4 თითის დადება და სრულად 9 მუჭი არის. ხოლო უადინს აქვს 2 თითის დადება გამოდის, 3 თითის დადება, 3 თითის დადება და საერთო ჯამში 7.5 მუჭა აქვს სიგრძე. ასევე უადინზე ყამილისგან განსხვავდება საშემსრულებლო ტექნიკით. ყამილზე იგივე ვთქვათ აჭარპანზეც, სიბიზგაზე და სხვა მსგავს ჩრდილო კავკასიაში გავრცელებულ ჩასაბარ საკრავებში, რომელსაც გააჩნიათ სამი თვალი, ასრულებენ კბილთაშორისი ტექნიკით. ხოლო ოსურ უადინზე ასრულებენ ტუშის ტექნიკით, მსგავსად უენო სალამურის. უფრო კონკრეტულად, უადინზე უკრავენ არა ესე კბილთაშორისი ტექნიკით, არამედ ტუშის ტექნიკით. ახლა მეტი სიცხადისთვის შევასრულებ პატარა უადინზე დასაკრავ ოსურ მელოდიას. მადლობა ჩემს მეგობარ თამას კიკორიას, რომელმაც ეს საკრავი დამიმზადა და მაჩუქა. იმედი მაქვს საინტერესო იყო. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.